ონლაინ და დიჯიტალ მიმართულება კიდევ ახლა ახალი გამოწვევა გახდა ამ საკითხშიც არა? კი, იმიტომ რა რომ ონლაინ ბულინგი, რაღაცა სექსტინგი ეგრეთ წოდებული. ბავშვს რომ მოზარდს, ჩემს შვილს რომ ვიღაცა სთხოვს, რომ გამომიგზავნე შენი ფოტოები, შიშველი. აქ უნდა მან მიხვდეს, რომ აქ არის ნამდვილად ის სიგნალი, რომელსაც არ უნდა დათანხმდეს. მთავარი ხაზი, რაზეც დღეს ჩვენ ალბათ უნდა ვისაუბროთ, არის რა, რომ როცა მოზარდი არ არის ინფორმირებული და როცა მიხვდება, რომ რაღაცა ისეთ ურთიერთობაში შევიდა, რომელშიაც Mhm. კომფორტულად არ გრძნობს, პირველი გრძნობს რას? ფიქრობს იმას, რომ ჩემი ბრალია. და რცხვე, ჩემი სირცხვილი. ბრალია და როგორც კი ჩემი ბრალია, მერე მცხვენია. და აი ამ ორი რაღაცის შეჭიდულობით მერე საბოლოო ჯამში ვიღებთ აი ამ ჩაკეტილ წრეს, რომ მოზარდი ვეღარ გამოდის აქედან, იმიტომ რომ ეშინია ცხადად თქვას, რომ ვიღაცამ რაღაც შეურაცხყოფა მიაყენა, ცხადად თქვას, რომ ასე მას სექსუალურად ავიწროებენ, ძალადობაზე აღარ არის ლაპარაკი, მის სხეულს მისი ნებართვის გარეშე ეხებიან და აქედან გამომდინარე, მას აქვს განცდა, რომ რადგან შემეხო, ჩემი ბრალი ხომ არ არის და რადგან ჩემი ბრალია, ესე იგი მე სამარცხვინო ვარ და პრაქტიკულად მერე ვიღებთ იმ ძიმე შედეგებს ძალიან, რომელსაც მერე მედია აშუქებს და მერე ჩვენ მთელი საზოგადოება ძალიან შეწუხებულები ვართ ხოლმე.